ეს არის დღის ამბები 10-ზე, მე ლუკა ხაჩიძე ვარ. სპეცოპერაციების სერია ფონიჭალაში და 10-მდე დაკავებული. სავარაუდოდ სამართალდამცავები მათ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას ედავებიან. ფონიჭალაში დაკავებული 31 წლის მამაკაცის ოჯახი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. Ovita პირდაპირ ქმარი იქიდან. საერთოდ აი აქ 4 ფეხზე თაში რამდენჯერ ეს ბიჭი მოვიდა ჯიბეში დადე წამლები. ეს ადიანი ბალიში რაღაცა აქ არის და იმის შიგნი. აქაც ჩადეს. ხო, ჩადეს. და მე თქვა მოდი ნახე ესეთი უნდა აი ძამალი რამდენი ძამალი 4 შეკურა. პატარა შეკურა. 4 შეკურა აქედან 2 შეკურა ჯიბედი. ოფელია გუსეინოვა დეტალურად იხსენებს, როგორ დააკავეს სპეცოპერაციაზე მისულმა სამართალდამცველებმა მისი მეუღლე. მისი მტკიცებით ვასილ მამედოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება შარვლის უკანა ჯიბეში ჩაუდეს. 4 შეკურა კი საწოლი ლოგინის ქვეშ დამალეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჩხრეკის პროცესში სამართალდამცველებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ებრძალის ჩემოს მაგრად და ჩემი შვილის დაალაგეს ბორჯზე, მაგრამ ჩემოს და ჯიბეში დადოვეს ნარკოტიკული საშუალება. მე ვუთხარი, რა გააკეთეთ, რაზე შემოსული ხარ? შენი ბიძმა იცისოდა, დავიდინე. რაზე მოვიდა? რა მინისტრის ბრიგაზია. დაკავებული ვასილ მამედოვის დედა ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები მინისტრის ბრძანებას ასრულებდნენ. მათ ჩხრეკის მიზეზად შემოწმება დაასახელეს, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ორდერი არ უჩვენებიათ. გარედან ხმაური შემოგვესმა გამოვიხედა და სპეცრაზმი დავინახე. ისინი სახლში შემოცვიდნენ და ჩემს უმცროს შვილს ძირს დაწოლა მოსთხოვეს. მიზეზად გვითხრეს, რომ გვამოწმებდნენ, თუმცა ჩხრეკის პროცესს არ დაგვასწრეს. ჩემი შვილი დაკავებულია, მას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, ამბობდნენ მინისტრის დავალებას ვასრულებთო. ეს ვიდეო ჩანაწერი სწორედ სამართალდამცველების ერთ-ერთ ოჯახში შესვლის პროცესს ასახავს. ისინი სავარაუდოდ ნარკორეალიზატორებს ეძებდნენ. დღეს ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველების 3 ოჯახში იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით ისინი კონკრეტულ პირებს ეძებდნენ, თუმცა მათ ვერც ერთ სახლში ვერ მიაკლიეს. 20-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა, ამბობდნენ, რომ ეძებდნენ მამედოვს, ჩვენ კი ახმედოვები ვართ. ვინ არის მამედოვი არ ვიცი და ახლობით დილის 8 საათი იყო. ოთახი ჩვენთან ერთად დაათვალიერეს, თან თარჯიმანი ახლდათ. დილით ადრე შემოცვიდნენ, ბევრნი იყვნენ და ყველაფერი დალეწეს. ჩემი შვილიშვილის ფოტოს მაჩვენებდნენ და მეკითხებოდნენ, სად იყო, ის სადღაც სოფელში მუშაობს. ადგილობრივების თქმით, გახარიას უწყებამ დღეს სპეცოპერაცია იმ სახლშიც ჩაატარა, რომელშიც არავინ ცხოვრობს. გაანგრიე შუშები რაღაცი შევიდნენ და იქ არავინ არ ცხოვრობს. იქ არავინ არ ცხოვრობს, რატი შედიან იქ, აბა იქ არაფერი არ არის. უკვე მესამე დღეა ქვემო ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციებს ატარებს. უწყებაში დამატებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული. ლავას ოღლი, ბონჩო, როკო, დათო ჩხიკვიშვილი, მერაბ მზარელუა და როლანდ გეგეჭკორი. სწორედ მათთან კავშირის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკსა და ფოთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. კერძოდ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან. გამოძიების მტკიცებით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევა მოუწყვეს და დიდი ოდენობით თანხას ძალავდნენ. სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში გამთენიისას ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცავება 17 პირი აიყვანეს. მათგან 3 ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. 14 კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. რაიონის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრძანდებით ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე გაჩხრიკეს დაკავებულთა საცხოვრებელი სახლები. ოჯახის წევრების თქმით დაკავებულებს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვთ. მე ვაცხადებ, რომ ქურდი მეგობარი, კლასელი, ამხანაგი ყველას გვყავს, ყველა გვირეკავს, ვკითხულობს და ამის გამო მაშინ ჩასვა მთელი საქართველოს ციხეში. მე იმედი მაქვს, რომ გაარკვევენ და გამოუშვებენ გარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ჩატარებულ სპეცოპერაციას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან. მათთან შეთანხმებით ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და მოქალაქეებს ფულს ძალავდნენ. დაკავებულები არიან
წარსულში სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლები 1977, 1979 და 1978 წელს დაბადებული პირები. დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ კანონიერ ქურდებთან, ლავას ოღლისთან, ჯუმბერ და სტავრო ბაირამიდებთან, დათო ჩხიკვიშვილთან, მერაბ მზარელუასთან და როლანდ გეგეჭკორთან. დაკავებულები სამეგრელოზე მოსვანეთის პოლიციაში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ხრიკა ჩატარებულია, მაგრამ ამ პიროვნებების სახლიდან კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი ამოღებული არ არის. ჩვენ ამ ეტაპისთვის არ ვფლობთ საქმის მასალებს, ხვალ გადმოგვეცემა ბრალის წარდგენის შემდეგ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მუხლის 7-დან 10 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2018 წელს პასუხისგებაში მიეცა 4 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი. ამასთან დაკავებულია ქურდული სამყაროს 52 წევრი, რაც სტატისტიკური მაჩვენებლით წინა წლის მონაცემზე 4-ჯერ მეტია. ზუგდიდში ლიბერტი ბანკის ინკასაციის მანქანაზე მომხდარი ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა 100,000 ლარის წაღება შეძლეს. ცნობილია იმ ავტომანქანის მეპატრონის ვინაობაც, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. ყაჩაღობა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ინკასატორი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქმე აღზრულია ყაჩაღობის მიხედვით, მიმდინარეობს აქტიური საგამოწიო მოქმედებები. დაზიანებულია ერთი ინკასაციის თანამშრომელი, რომელთაც გვაქვს ინფორმაცია. დილის საათებში შემოყვანილი იქნა შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მარჯვენა დიდი წვივის არეში. მდგომარეობა ამ წუთას არის სტაბილური, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა. ოცნების ყოფილი წევრები ვარაუდობენ, რომ გუნდს უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი წევრი დატოვებს. მიზეზი მმართველი გუნდის მიერ წითელი ხაზების გადაკვეთაა. მათ შორის ასახელებენ მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ივანიშვილის პოზიციას და პოლიტსაბჭოს ფორმალურობას. მიდის ხელების გადაგრეხვის პროცესი, ესეც ვიცი. რა იგულისხმება ხელების გადაგრეხაში? გაჩნდა თუ არა კიდევ ერთი წითელი ხაზი და მიმდინარეობს თუ არა ზეწოლა ქართული ოცნების მოქმედ დეპუტატებზე. ზვიად კვაჭანტირაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ცდილობს კანონმდებლებს გუნდიდან წასვლის საშუალება არ მისცეს. გითხრა მხოლოდ ის, რომ ხელების გადაგრეხაში პარლამენტის თავმჯდომარე არ უგულისხმია და საქმე მის უკან დგომს ეხება. არიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას გვიცხადებენ, ასევე ფიქრობენ თავიანთ მომავალ პოლიტიკურ ასე ვთქვათ, ბედზე. მათთან მიდის მუშაობა, რომ არც ერთ შემთხვევაში განსხვავებული პოლიტიკური ნაბიჯი უმრავლესობიდან გასვლის შესახებ ან ფრაქციიდან გასვლის შესახებ არ გადადგა. კონკრეტულად ეხლა არ მგონია ხა ირაკლი კობახიძეს შეძლოს ვინმებისთვის ხელების გადაგრეხვა. გამოჩნდება მალე. უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული ზვიად კვაჭანტირაძე ოცნების ჩატის შესახებ ალაპარაკდა. ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის ავტორი შეტყობინებებისა, ვინც უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქვემდგომებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით უგზავნის. კვაჭანტირაძე ირწმუნება, რომ ოცნების პოლიტსაბჭოს მხოლოდ ფორმალური სახე და ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. პრაქტიკულად ფორმალური იყო განხილვა, იმიტომ რომ ჩვენ ფორმალურად უნდა მიგვიყო ამ იმებში მონაწილეობა. პოლიტსაბჭოს უფრო მეტი როლი უნდა გქონოდა. მართლა ფორმალურად ვიყავით იმ პოლიტსაბჭოში და არა ვარ დარწმუნებული, რომ დღესაც ფორმალურად არ არიან ის ადამიანები, ვინც იქ არიან. ვინ იღებდა ხოლმე ამ გადაწყვეტილებას? ბიზინა ივანიშვილი და კიდევ ვინ? რამდენიმე ადამიანი. ირაკლი კობახიძე მათ შორის. რა თქმა უნდა, ეხლა თავის დროზე პრემიერ-მინისტრებიც იყვნენ ამაში ჩართული. დარწმუნებული რომ დღესაც არის პრემიერ-მინისტრი ამაში ჩართული. კვაჭანტირაძის განცხადებებს სრულად არ იზიარებს ოცნებიდან ასევე ცოტა ხნის წინ წასული ბექანაცვლიშვილი. მან ოცნების ჩატის არსებობა დაადასტურა. ისიც რომ ჩატში უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს იწერებოდნენ, თუმცა კვაჭანტირაძისგან განსხვავებით შეტყობინებების ყველა ავტორის ვინაობა იცის და ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის გაწევა ყველა დეპუტატს შეეძლო. ნაცვლიშვილის აზრით მთავარი პრობლემა არა ტექნიკური ჩატი, არამედ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმია. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციები მოდიოდა. უფრო მნიშვნელოვანი სხვა არის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმია მნიშვნელოვანი. რამდენად ჩართულები არიან სხვები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ვისი მიღებული გადაწყვეტილებაც არ უნდა ყოფილიყო, ხო ადამიანი ხარ, თუ არ ეთანხმები უნდა შეეწინააღმდეგო. თუ იმას არ იზიარებენ, თქვა ჩემ პოზიციას, თუ შეეწინააღმდეგები, ამიტომ გამოვედით, ხო, ვინც გამოვიდა ამ უმრავლესობიდან. ფორმა უნდა იყოს, ხო, როგორ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება. როდესაც ესეთი ფორმა არ არსებობს, რა
თქმა უნდა იღებს გადაწყვეტილებას ის ვინც შესაბამისად იერარქიულად ამ შემთხვევაში მეტი პასუხისგებლობით არის გამსჭვალული. მიუხედავად იმისა, რომ წამსვლელების სია ყოველდღე იზრდება, ოცნებაში დარჩენილებს დაშლის არ ეშინიათ. გიორგი კახიანის აზრით, მმართველი გუნდიდან რამდენიმე ადამიანის ჩამოშორება სულაც არ ქმნის უმრავლესობის დაკარგვის საფრთხეს და გუნდისთვის არც გამოწვევაა. იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე საფრთხე ხო არ ექმნება უმრავლესობის სიმყარეს, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე არ ექმნება. უმრავლესობა ამ მოწვევის პარლამენტში ბოლომდე შეინარჩუნებს ძალიან მყარ უმრავლესობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მომავალში ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა დატოვონ უმრავლესობა, ეს ამ თვალსაზრისით, ანუ უმრავლესობის სიმყარის თვალსაზრისით, რაიმე გამოწვევას არ უქმნის უმრავლესობას. არა გადაწყვეტილების მიმღები, არამედ მოლაპარაკე თავებად გადაქცეული დეპუტატები, ასეთია მესამე სექტორის შეფასება. არასამთავრობო ორგანიზაციები არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებენ და განმარტავენ, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს დააზიანებს. არა რაღაც პარტიული გადაწყვეტილებებიდან, არამედ მოდის ერთპიროვნულად სავარაუდოდ პარტიის თავმჯდომარისგან, ოღონდ ისიც კი არ იცის დადასტურებულად პოლიტიკოსმა ეს არის თუ არა შეტყობინება, რომელსაც მას უგზავნის პარტიის თავმჯდომარე, არამედ ეს არის უცნობი ადამიანის განმოსული შეტყობინება, რომელსაც ის უპირობოდ უნდა დაიმორჩილოს. ეს და ესეთი ქცევა ზოგადად ამახასიათებელია სწორედ არაფორმალური მმართველობისთვის. ვერ იგებენ ინფორმაციას, არ არიან მონაწილე დისკუსიის, მათ უბრალოდ უწევთ იყვნენ მოლაპარაკეები და არა გადაწყვეტილების მიმღებები. რეალურად ეს ასეთი დამოკიდებულება აზიანებს დემოკრატიულ პროცესს. ჯერ უცნობია ვის შეუერთდებიან და როგორ პოლიტიკურ კურსს აირჩევენ ქართული ოცნებიდან წასულები. სავარაუდოდ მმართველ გუნდს ტოვებენ გია ჟორჟოლიანი და კობან არჩამაშვილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან წასვლას გეგმავს შოთა შალელაშვილიც. ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ, თუმცა შალელაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილებს დაშლის არ ეშინიათ, შესაძლოა კიდევ არაერთმა დეპუტატმა დატოვოს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ივანიშვილის ოცნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ TBC ბანკის საქმეზე უფრო მეტი დეტალის გამჟღავნებამ შესაძლოა თავად ბანკი დააზარალოს. პარალელურად კი პროკურატურა საქმეზე ბრიფინგს მართავს, საუბრობს კონკრეტულ ფინანსურ ტრანზაქციებზე. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს მოჩვენებითი ზრუნვაა ბანკზე, პროკურატურა კი ჩვეულ და აპრობირებულ მეთოდს იყენებს, როდესაც დაცვის მხარეს დეტალებზე საუბარს უზღუდავს, თავად კი საგამოძიებო უწყებისათვის ხელსაყრელ სცენარს ამყარებს. სამართლებრივი პროცედურა თუ პოლიტიკური დევნა TBC ბანკის საქმის გარშემო მესამე სექტორი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, დიპკორპუსი და ბიზნეს ასოციაციები საეჭვო ჯაჭვზე საუბრობენ. მათ კითხვის ნიშნებს ამ საქმეზე პროკურატურის ქმედებები უჩენს. ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება ისე მიმდინარეობს, რომ ამ დრომდე უცნობია, ვინ არის დაზარალებული და ვინ ეჭვმიტანილი. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ პროკურატურამ საქმეზე შემხებლობაში მყოფი პირების ინიციალები გაასაჯაროვა, თუმცა ამ დრომდე უწყებას არც ერთი მათგანი არ დაუკითხავს. რეალურად რას უკავშირდება პროცესი ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული საქმის გამწვავება ანაკლის სპორტმა გამოიწვია. სხვადასხვა მიმართულებები აქვს ამ საქმის მიმდინარეობას. ეს არის ანაკლის სპორტის პროექტი, ერთ-ერთი სამიზნე. ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ის ქვეყანაში იყოს ერთადერთი და უალტერნატივო ოლიგარქი, ერთადერთი ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი. ამიტომ იგივე ბედი მოელის ნებისმიერ სხვას, ვინც ზედმეტად, ასე ვთქვათ, განვითარდება და ზედმეტად მსხვილი გახდება ივანიშვილის შეხედულებით. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ TBC ბანკის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენებით დასტურდება, რომ არაფორმალურმა მმართველობამ ხელისუფლების ყველა შტო დააზიანა, მათ შორის პროკურატურაც. ჩიხრაძე ფიქრობს, რომ უწყება 11 წლის წინანდელი საქმით პოლიტიკური დაკვეთის გამო დაინტერესდა. ძალიან საეჭვო ჯაჭვი იყო, როცა წინ დღით, როცა კომიტეტის ხდომა უნდა გამართულიყო, ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მონაწილენი ამ პროცესისა, დაბარებული იყვნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მეორე დღეს განვითარდა ასეთი მოვლენები. ძალიან ცხადად აჩენს ეს ყველაფერი, ძალიან სერიოზულ ეჭვს, რომ სწორედ პოლიტიკური მოტივაციით ხდება თავდასხმა. არის უკვე ის რეალობა დამდგარი ქვეყანაში, რომ არც მთავრობა უნდა იყოს დამოუკიდებელი, არც პარლამენტი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, არც სასამართლო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და არც ბიზნესი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი. 2008 წლის
პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ TBC ბანკის საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, თუმცა TV პირველისთვის ცნობილი ხდება, რომ იმ დოკუმენტებს, რომლებიც უწყებამ TBC-ში გადააგზავნა, აწერია, რომ მასალები არ უნდა გასაჯაროვდეს. პროკურატურის გააქტიურება კითხვებს უჩენს ექსპერტებსაც. მათი თქმით, საგამოძიებო უწყება საქმეზე ბრიფინგების ჩატარების მიუხედავად ახალს არაფერს ამბობს. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ პროკურატურა მისთვის სასურველი სცენარის გავრცელებას ცდილობს. საბანკო ზედამხედველობის შესახებ რაც ნაკლებს ისაუბრებენ ხმამაღლა, ეს თვითონ საბანკო სექტორისთვისაც კარგია, არ არის სასურველი, რომ რეგულატორმა თავისი ყველა გადაწყვეტილება დეტალურად ახსნა. აჟიოტაჟი ამ კვირაში გააძლიერა პროკურატურის არაფრის მთქმელმა, არაფერი ახლის მთქმელმა ბრიფინგმა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს. რაიმე განსაკუთრებულ ჩვენ ორშაბათს, რომ აი ცის კამარა გაიხსნება და აღარ უნდა ველოდოთ, თუ რაიმეს უნდა ველოდოთ, უნდა იყოს ეს ყველაფერი რაც პროკურატურიდან ბრალდებული ამ პროცესს არ აყავს. მე ვერ ხვდები ვინ არის ამ პროცესიდან დაზარალებული. თუ მათ ეს გააკეთეს, რის ინკრიმინირებაც ხდება პროკურატურის მიერ, ნუ გასაგები მიზეზების გამო, მან ფულის გათეთრება ისეა, როგორც ყვავი არის ჭრელი, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ საქმის ხანდაზმულობა ვერაფრით ვერ ეკოწიწება ამ თემას. იქნება თუ არა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში ვიზიტი კვლავ ხმაურიანი, ეს უკვე 4 მარტს გაირკვევა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრები TBC ბანკის დამფუძნებლებს მოусმენენ, ხდომას არ დაესწრება ეროვნული ბანკის დირექტორი კობა გვენეტაძე. პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ორშაბათს პარლამენტში ელოდებიან. კანონმდებლებს აინტერესებთ პრაღაში დახურულ კარს მიღმა, როგორ განმარტა კარასინმა მის მიერვე დაანონსებული უსიამოვნო მოულოდნელობა. ასევე აბაშიძეს მოუწევს განმარტება გააკეთოს, თუ რატომ შეხვდა ის პრაღაში გამგზავრებამდე ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტი კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება. ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს მოусმენენ. ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ აუდიენციის შესახებ გაჩენილ კითხვებს უპასუხებს. კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც დეპუტატები დაინტერესდებიან, აბაშიძე კარასინის შეხვედრის შემდეგ და ამ შეხვედრამდე რუსეთის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო პოტენციალის ზრდა რუსეთს აიძულებს საპასუხო ზომები მიიღოს. ამის პარალელურად კი გრიგოლი კარასინიმ ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი უსიამოვნებები დაანონსა. მინდა გავაფრთხილოთ ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის. მოსკოვის მუქარის შემცველი განცხადებებისა და ამ განცხადებებამდე ივანიშვილთან შეხვედრის გამო ოპოზიციაში პრემიერის პირად წარმომადგენელთან მწვავე კითხვები გაუჩნდათ. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ აბაშიძე კარასინის შეხვედრის დახურული ფორმატი ქვეყნის საგარეო კურსსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხეს უქმნის. ოპოზიციაში აინტერესებთ, რა დააბარა ბიძინა ივანიშვილმა აბაშიძეს გრიგორი კარასინთან და რა საშიში გზავნილები მიიღო საქართველოს რუსეთისგან დახურულ კარს მიღმა. პირველ რიგში მაინტერესებს ბატონ აბაშიძეს კითხვა, რა სტატუსით ხდება ბიძინა ივანიშვილს კარასინთან შეხვედრებამდე, როდესაც ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, სრულიად გაურკვეველია ეს და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბატონ აბაშიძეს მოვთხოვოთ განმარტებები იმაზე, რომ მუდმივად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდება რუსული და ქართული მხარის მიერ იმაზე, თუ რაზე საუბრობენ ამ შეხვედრებზე, რა არის მიზანი, რა არის ამოცანები. რატომ იდგმება ნაბიჯები მხოლოდ საქართველოს მხრიდან, ცალმხრივი დათმობები, ისე რომ საპასუხოდ ჩვენ ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავთ, ჩვენი მოქალაქეების გადაცემა გრძელდება, უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, გამოუძიებელია ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და წამება. იმის დადასტურებაა, რომ საქართველოს რეალურად მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე კი არ წარმოადგენენ. არამედ რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან კომუნისტური პარტიის ტრადიციებში მართავს ქვეყანას. ივანიშვილის გუნდში გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე კითხვები არ უჩნდებათ. ოცნებაში ამბობენ, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მმართველი გუნდის ლიდერებს ხშირად ხვდება, ვინაიდან საკითხი რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ის მუქარის ტონი, რაც რუსეთის მხრიდან ისმის ხოლმე, ესეც არ არის ახალი და ეს ტონი ნამდვილად არ არის სასარგებლო არც ერთი მხარისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის ჩვენი მხრიდან არის
სამშვიდობო ინიციატივაზე საუბარი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაკისრია, განსხვავებით რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, ორშაბათს გვექნება ყველა იმ დეტალურს, ყველა იმ საკითხზე განხილვა. თუ კითხვები ექნება ოპოზიციას ამასთან მიმართებაში, ამ კითხვასაც დაუსვავს პირადად ბატონ ზურაბს ორშაბათს. ხშირად ხვდება ზურაბ აბაშიძე? ვერ გეტყვით, ბატონ ზურაბს კითხეთ, ალბათ ჯობია რომ თვითონ ბატონმა ზურაბმა გაგცეთ ამაზე პასუხი. ზურაბ აბაშიძე პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას აუცილებელ ნაბიჯად აფასებს. აბაშიძის თქმით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და ვინაიდან ივანიშვილი მმართველი გუნდის ლიდერია, ვიზიტის შესახებ საქმის კურსი ჩააყენა. პრაღაში გამართულ შეხვედრაზე კი აბაშიძის განმარტებით, რუსეთის მხრიდან პირდაპირ იმუქარა საქართველოს მისამართით არ გაჟღერებულა. გაუკავშირდი წასვლის წინ, უთხარი რომ ასეთი შეხვედრა მოსალოდნელი და საქმის კურსი ჩავაყენე ჩემი მხრიდან, ეს იყო ასე ვთქვათ ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორ მიმდინარეობს ეს ფორმატი, რა პრობლემებია. ბატონი ბიზინა არის პოლიტიკური წამყვანი მმართველი პოლიტიკური ორგანიზაციის პარტიის ლიდერი, ის საქმის კურსში უნდა იყოს აუცილებლად და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული ყოველთ არასერიოზული რაღაც ასე ვთქვათ კრიტიკა. ასეთია ჩვენი შიდა პოლიტიკური კონjunktურა. ექსპერტის საგარეო საქმეთა საკითხებში ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკასა და რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობს. ვინაიდან რუსეთმა საქართველოსგან გარკვეული დაპირება მიიღო, რისის შეუსრულებლობის გამოც დღეს ქვეყანა საფრთხის წინაშეა. ხარშილაძის თქმით, ახლა მთავარი პასუხგაუცემელი კითხვაა, რა დაპირება მიიღო რუსეთმა ივანიშვილის სახელით. ბიძინა ცდილობს საკმაოდ ამ ეტაპზე უშედეგოდ დააბალანსოს რუსეთსა და ამერიკას შორის და ეს არ გამოსდის. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკელების მიმართ მიცემული დაპირებები, რაც ჩემს სწორი დაპირებები იყო, რუსეთი გააღიზიანა და ახლა რუსეთი მუქარებს იწყებს და ახსენებს მათ იმ შეთანხმებებს, რომლებიც არსებობს. რა შეთანხმებები ეს კონკრეტულად არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებს არ მოწოთ ამერიკის რეგიონში გაძლიერება ჩვენთან. შეიძლება გრძელვადიანად ძალიან სულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, სადაც უკვე ბატონი ბიზინა ვეღარ მოახერხებს რუსეთის კმაყოფილი ყავდეს და ამერიკაც, იმიტომ რომ უკვე მათი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რა დაპირებები გადაცა ბიზინას სახით მან რუსებს და უზეთ რას პირდებით, ანუ რა შეუპირით ასეთ რუსეთს, რომ ახლა დღეს პრეტენზიები აქვს და გვაშინებს. ბიძინა ივანიშვილისა და გრიგორი კარასინთან შეხვედრების შემდეგ გაჩენილ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემა ზურაბ აბაშიძეს ორშაბათს პარლამენტში მოუწევს. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში დახურულ ფორმატში გაიმართება. დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს, მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენეთიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი ზენეთის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია თავად ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს აღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ. ინფორმაციას და ფოტოებს ადგილიდან გაზეთი ბათუმელები ავრცელებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად იყო რუსეთის მსგავსად აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, თუმცა ამაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ნათელი გახდა, რომ მის ქვეყანას სანქციები ემუქრებოდა, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ზარალის ანაზღაურების გარანტიას არ იძლეოდა. განცხადების საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე-ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ახლო მომავალში აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით აპირებს ჩასვლას. შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს დაუწესოს სანქციები ნიკარაგუას, გაყენოს ორტეგას ფინანსები და ის არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადოს. ნათელაშვილი ორტეგას დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპირებს ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა. ჩვენ მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას გაავრცელოს პრეზიდენტ დიქტატორზე უმკაცრესი ფინანსური სანქციების რეჟიმი, დაბლოკოს მისი მილიარდები დასავლეთის ბანკებში, ისევე როგორც ამ ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობას დაედოს ისეთივე სანქციები, როგორც განხორციელდა ვენესუელას, რუსეთის, ჩრდილო კორეის,
ხელმძღვანელებზე. ასევე ცნობილი იქნას ორტეგა არალეგიტიმურ პრეზიდენტად. მედია ტურნირი პოკერში. აჭარაბეთის ორგანიზებით ტურნირში მონაწილეობა 10-მდე მედიის 25-მა წარმომადგენელმა მიიღო. გამოვლინდნენ 3 გამარჯვებული. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული მონაწილე 29 მარტს ჩეხეთში პოკერის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომლის გამარჯვებული ჯილდოდ 1.100.000 ევროს მიიღებს. ჩეხეთში გამგზავრების შანსი აქვს აჭარაბეთის ნებისმიერ მოთამაშეს. 4 მარტიდან აჭარაბეთზე გაიმართება სატელიტების სერია, სადაც თამაშდება ევროპაში მიმდინარე ტურნირებზე დასასწრები პაკეტები. საკმაოდ რთული თამაში იყო, მართალია მედია ტურნირი იყო, მოყვარული მოთამაშეები ვთამაშობდით, მაგრამ მაინც დაძაბულობა იყო. გამიმართლა და ზარფატებას მივახცი. ჩვენი მედია პარტნიორებისთვის გაიმართა ტურნირი, რომელმაც ნამდვილად ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ ძალიან საინტერესო თამაში იყო. გამოვავლინეთ 3 გამარჯვებული, მეორე მესამე ადგილმა საპრიზო თანხა მოიგეს, ხოლო პირველ ადგილზე ვინც გავიდა, იმას გავუშვებთ ჩვენ 29 მარტს მთავარ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების სახელით. TV პირველი დღეს 4 წლის გახდა. ჩვენი ტელეკომპანია პირველად ეთერში 2015 წლის 2 მარტს გავიდა, როგორც სპორტული არხი TVS-ი, თუმცა არხმა მალევე საერთო მაუწყებლის ლიცენზია მოიპოვა. სრულად განაახლა თავისი სატელევიზიო ბადე და თამამად გაუღო კარი პოპულარულ და მაღალი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტებს და ტელეწამყვანებს. 4 წლის მანძილზე TV პირველი მოხვდა საქართველოს შესახებ მომზადებულ თითქმის ყველა საერთაშორისო კვლევაში, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული და ობიექტური მედია პოლარიზებულ მედია სივრცეში. ნინო ჟიჟილაშვილი. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.